საყვარელნო მამანო დედანო ძმანო და დანო ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ხსენებას წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა საქართველოს ეკლესიის პირველი კათოლიკოსების წმინდა პეტრე და სამუელის ხსენებას ძალზე მნიშვნელოვანი არის ეს დღე საქართველოს ეკლესიისათვის. რამე თუ აღვასრულებთ ხსენებას იმ წმინდანების, რომელთაც პირველი ძალისხმევა განახორციელეს საქართველოში და ქართველთა შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის და წმინდა ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნებისათვის. მოგეხსენებათ, რომ მოციქული ანდრია არის ქრისტეს პირველ ქადაგებელი საქართველოში. არის ასეთი ტროპარი ქართული ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. წმინდა მოციქულმა ანდრიამ დედა ღვთისმშობლის კურთხევით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით დაიწყო ქადაგება ქართველთა შორის, რომლებიც იმ დროს ვიყავით წარმართები და ეს წარმართობა არათუ ანდრია პირველწოდებულის დროს, არამედ წმინდა ნინოს დროსაც უკვე მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ძალზე მძიმე და ვიტყვი არაადამიანური სახით იყო ჩვენში გავრცელებული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჟამთა ამწერელები ბრძანებენ, რომ იყო გავრცელებული საქართველოში შეწირვა მსხვერპლისა ჩვილთა სახით, იყო გავრცელებული ნეკროფილია, ანუ მკვდართა, ესე ვთქვათ, ჭამა, იყო გავრცელებული სხვადასხვა სახის რელიგიურ წარმართულ დღესასწაულებზე ორგიები და ასე შემდეგ. და ჩვენი ერი ზადენს გაცდა გაის აღმერთებდა და მათ მიაგებდა თაყვანს. და წმინდა მოციქული ანდრიას ძალისხმევით პირველი ქრისტიანული თემები დაფუძნდა საქართველოში და თავად კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დაბრძანებული მცხეთაში გახდა უკვე ჩვენი მოქცევის, ჩვენი გაქრისტიანების ყველაზე ძლიერი საფუძველი. და ვხედავთ ჩვენ, რომ ქრისტეს მადლმა და დედა ღვთისმშობლის წყალობა მიზრუნა ჩვენზე, ძვირფასო ძმანო და დანო, რათა ეშმაკთა ტყვეობიდან გამოსულიყო ჩვენი ერი და ამას ჩვენმა ერმამ გულღიად უპასუხა მთელი თავისი შეგნებით და გულით მიიღო ქრისტეს სარწმუნოება და მოყოლებული მეფე მირიანიდან და დედოფალი ნანადან ჩვენი
ერის წინამძღოლები სრულავდნენ საქართველოში ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე, ერის ქრისტიანულ ცხოვრებაზე და მეფე ვახტანგ გორგასალი მათ შორის არის გამორჩეული თავისი სარწმუნოებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დედამისი იყო სპარსელი ერისთავის ქალიშვილი და მისი პირველი მეუღლეც იყო სპარსთა შახის ქალიშვილი. ეს ნათესაობა, კავშირი მაზდიანურ სპარსეთთან ძალზე ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ შახის მოთხოვნით მაზდიანი მთავრები ინიშნებოდნენ მმართველებად საქართველოში და არა თუ მხოლოდ შახები, არამედ სამწუხაროდ იყვნენ ისეთი ეპისკოპოსებიც კი, რომლებიც მაზდიანობის გავრცელებას უწყობდნენ ხელს და ერთ-ერთი მეფე ვახტანგის პერიოდში იყო მობიდანი ასეთი ეპისკოპოსი. ანუ ყველანაირი მცდელობა იყო უცხო ტომისაგან, რომ ერი ჩვენი არ ყოფილიყო ქრისტესთან კავშირში და ჩვენი ერის მთავრებმა, ჩვენმა მეფეებმა და დედოფლებმა ყოველთვის მაგალითი მოგცეს ქრისტესთვის, ერისთვის და სამშობლოსათვის თავდადებისა, თავგანწირვისა, სიკვდილზე წასვლისა. და ამასთან ერთად ისინი ამტკიცებდნენ ჩვენი ერის თვითყოფადობას. ვახტანგ გორგასალმა ყველანაირად იზრუნა, რომ საქართველოს ეკლესია ყოფილიყო დამოუკიდებელი, ყოფილიყო ეროვნული. აქ ჩვენ უნდა კარგად განვასხვაოთ, რას ნიშნავს ეროვნული ეკლესია და რას ნიშნავს ნაციონალისტური ან შოვინისტური. ეროვნულ ეკლესიას გააჩნია ყველა ნიშანი თვითყოფადობისა, რომელიც ერს ახასიათებს. ეს არის პირველ რიგში ენა, მსახურება საკუთარ ენაზე. ეს არის ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობასთან არის თანაშერწყმული. აი მაგალითად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საყოველთაოდ არის მიღებული წესი საკლავის დაკლისა. და ჩვენ ეს არაფერ უცხოს ამაში არ ვხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მე-10 საუკუნის ლოცვა საკლავის კურთხევის. ანუ ჩვენი წინაპრები ამას საუკუნეების მანძილზე აღასრულებდნენ, მაგრამ ბევრ ეკლესიას ეს ტრადიცია არ გააჩნია საერთოდ და მათ ძალიან უკვირთ. თუმცა შემონახული არის ზოგიერთ კუთხეში ამა თუ იმ მართლმადიდებელი ქვეყნისა. მაგალითად საბერძნეთში არის იქ რაღაც კუნძულებზე, ზოგიერთ კუნძულზე დარჩენილი, არის ბულგარეთში, რომელიღაც ასე თქვა რეგიონში, მაგრამ ჩვენში საყოველთაოდ არის ეს გავრცელებული. უბრალოდ სამწუხარო არის ის, რომ დღევანდელ დღეს ხშირად
დაიკარგა სწორი სახე და რაღაც ისეთ სახეს ღებულობს, რომ არც კი გესიამოვნება ადამიანს. მაგრამ როდესაც ეს ტრადიცია ხორციელდება საეკლესიო წესის დაცვით, მაშინ პირიქით ეს არის ტრადიცია მოწყალების, ღვთის დიდების, ეკლესიის პატივისცემის. ესა და კიდე სხვა ნიშან-თვისებები, რომელიც გააჩნია ეროვნულ ეკლესიას. ასეთი არის ეკლესიები საბერძნეთის, იერუსალიმის თუ ანტიოქიის, სერბეთის თუ რუსეთის თუ ბულგარეთის და მეფე ვახტანგმა ყველაფერი გააკეთა, რომ ერს ქონებოდა თავის სულიერ ყოლოდა უკაცრავად თავის სულიერ წინამძღოლად და სულიერ მფარველად ეროვნული ეკლესია. და პირველი მამამთავრები ჩვენი ეკლესიისა, პეტრე და სამუელი, იყვნენ მოწაფეები მოწაფეთა გრიგოლ ნაზიანზელისა. ამ დიდი მღვდელმთავრის კურთხევა გააჩნია ჩვენს ეკლესიას. ასკეტის და მისტიკოსის და საუკუნეების მანძილზე ჩვენმა ეკლესიამ შეინარჩუნა ასკეტიზმი, მისტიურობა და ეროვნული წესჩვეულება. რუსეთის იმპერიაში ყოფობის დროსაც კი წესჩვეულებები ჩვენი ხალხისთვის და საეკლესიო ტრადიციისათვის ჩვეული მაშინაც კი ვერ მოიშალა, ვერ მოშალეს. კომუნისტების დროსაც მისვლა სიწმინდესთან და თუნდაც ეს წესი მოგეხსენებათ, რომ ტაძარს სამჯერ უნდა შემოუაროვო. როგორი გავრცელებული იყო ხალხში. თითქოს არ იყო ეკლესიურობა არანაირი. არ იყო არც მარხვა, არც ლოცვა, კი აღინიშნებოდა შობა თუ აღდგომა. მაგრამ ეკლესიური ცხოვრება არ იყო, მაგრამ რაღაცა ტრადიციები დარჩა ჩვენს ერს, რომელიც არ მოიშალა, ვერ მოშალეს. და ეს ყველაფერი არის დამსახურება ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი ერის მომქცეველებისა ქრისტეს ჯულზე, ჩვენი ეკლესიის დამფუძნებელთა და განმამტკიცებელთა. ამიტომაც დღესე არის დღე დიდი დღესასწაულისა, ჩვენი ერის წინამძღოლების, გამაქრისტიანებლების, გამაეკლესიურებლების და წამს, რომ მათი ლოცვა და მეოხება დღეს განსაკუთრებულად ჭირდება ჩვენს ერს. რათა ვიაროთ ქრისტეს გზაზე.
თუ ქრისტეს გზაზე მივდივართ, ჩვენს გულში ღვივდება სიყვარული. მაშინ სიძულვილი ჩვენგან შორს არის. თუ ქრისტეს გზაზე მივდივართ, მაშინ მშვიდობა ქრისტესი არის ჩვენ სულში. და ამ მშვიდობით და სიყვარულით ვურთიერთობთ ერთმანეთთან. თუ ქრისტეს ხელი არის ჩვენს თავზე და კურთხევა დედა ღვთისმშობლისა, მაშინ ჩვენ ვეძიებთ ღვთის ნებას და ღვთის ნებას მივყვებით და აღვასრულებთ. და არ ვართ მონანი ამ წუთის სოფლისა, მისი ბოროტებით, მისი სიძულვილით, მისი განკითხვით, მისი ცეკვა თამაშით, მისი ფუფუნებითა და სიამტკბილობის ძიებით. არა ვართ მონანი და თავისუფალნი ვართ ქრისტეში. რამე თუ ქრისტესში თავისუფლების მაღლა სხვა არაფერი არ არის და ვერც იქნება. იმიტომ რომ ქრისტეში თავისუფალი ადამიანი თავის სიცოცხლესაც ქრისტეს გადასცემს და მასთან ერთად ხარობს და მასთან ერთად იდიდების. კურთხევა ჩვენი წინაპრებისა და მათი მადლი იყავ თქვენ ზედა და სრულიად საქართველოს ზედა. ამინ. მრავალს დაესწარით. ჩვენთან არს ღმერთი.